გგონია უიღბლო ხარ? რატომ არ ირჩევენ შენ რეზიუმეს? მოდი ამაზე ვისაუბროთ. რეალურად შეიძლება გეგონოს, რომ სამსახურის დაწყება არის ძალიან მარტივი. ამ პირიქით გეგონოს, რომ ძალიან რთულია, მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფრის დასაგეგმად გჭირდება კარგად მოფიქრებული სტრატეგია. მე გასწავლი, როგორ კეთდება ისეთი CV, რომელიც ყველა HR-ს მოეწონება. სამსახურის დაწყება არ არის მარტივი. ეს არის დავალება, რომელიც უტოლდება მაგალითად უნივერსიტეტის ფინალურ პროექტს. ის მოითხოვს დაუღალავ შრომას, ენერგიას და ნებისყოფას. იმიტომ რომ იძულებული ხარ მოეგო როგორც ბაზრის მოთხოვნებს, ასევე გაითვალისწინო შენი ინტერესები და ერთი მეორესთან თანხვედრაში ყოველთვის სინქრონულად ვერ არის. მოდი დღეს განვიხილოთ, რატომ შეიძლება არ გირეკავდნენ HR-ები, როდესაც გზავნი შენ CV-ს და ამ ყველაფერზე შევეხებით ATS სისტემებს. როგორ შევქმნათ იდეალური CV AI საშუალებით ან თუნდაც კანვაში. განვიხილავთ ქართულ და უცხოურ დასაქმების ბაზრებს და ვისაუბრებთ გარკვეულ პლატფორმებზე, რომელსაც ისედაც იცნობდით, მაგრამ პატარა ხრიკებს გასწავლით, თუ როგორ შეიძლება აიყვანოთ პირველი დამკვეთები და ვისაუბრებთ ზუსტად გამოცდილების მოგროვებაზე და სამოტივაციო წერილებზე, რასაც ხშირ შემთხვევაში, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ცდილობთ, რომ ნახოთ პირველი პროექტები, დამსაქმებლები ითხოვენ. და დიახ, სამოტივაციო წერილებს ყოველთვის კითხულობენ. თქვენ შეიძლება ხშირად გეგონოთ, რომ თქვენ CV-ს კითხულობს ადამიანი, მაგრამ ხანდახან მით უმეტეს საერთაშორისო კომპანიებში ან დიდ კორპორაციებში თქვენ CV-ს ჯერ ადამიანები არ ხედავენ. პირველ რიგში ამოწმებს AI chatbot-ი, ATS სისტემები, რომელსაც აქვს გარკვეული კრიტერიუმები და თუ ამ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში ეს CV არ მოდის, ავტომატურად იბლოკება. ანუ ვერ აღწევს თქვენზე ინფორმაცია, რაც არ უნდა კარგი კანდიდატი იყოთ, შესაბამის ადრესატამდე. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს რეზიუმეს ფორმატს. საზღვარგარეთ მაგალითად ითხოვენ აუცილებლად, რომ ფოტო არ გქონდეს CV-ში გათვალისწინებული. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს კანონითაც კი აკრძალულია, რომ მიკერძოებულობა თავიდან აირიდან ხოლმე. ჩვენ ქვეყანაში პირიქით არის, ბევრი კომპანია პირიქით ითხოვს CV-ს. შესაბამისად, ეს ATS კრიტერიუმი უკვე კომპანიის ალგორითმში ჩადებულია. გარდა ამისა, ინფორმაციის მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება იყოს 2-2 გვერდი, ამაზე მეტი გვერდების რაოდენობა CV-ს არ უნდა დაუთმოთ და თუ გაქვთ დათმობილი, გირჩევთ, რომ კარგად გადახედოთ. AI ბოტები უყურებენ ასევე იმ keyword-ებს, ანუ სიტყვებს, რომელიც ფუნქცია მოვალეობის აღწერისას თითოეულ ვაკანსიაში აქვს HR-ს გამოყოფილი და გამოყენებული და თუ თქვენი ფუნქცია მოვალეობები მასთან თანხვედრაში არ არის, რაც CV-ში გაქვთ მოხსენიებული, თქვენი CV ავტომატურად დაიბლოკება. ასევე გახსოვდეთ, არ მოსწონთ HR-ებს გადატვირთული დიზაინები, ჭრელა-ჭრულა ფერები, მით უმეტეს ფოტო, რომელიც არ არის 3/4-ზე და არ არის სტანდარტულად თეთრ ფონზე პირობითად გადაღებული. გაითვალისწინე, შენი ფოტო არ უნდა იყოს არც რესტორნიდან, არც მეგობართან ერთად, არც სელფი. ეცადე ამისთვის ძალიან კარგად იმუშაო, იშრომო, მოიძიო მაგალითები და ხანდახან შეიძლება სტუდიაშიც კი დაგჭირდეს ვიზიტი იმისთვის, რომ კარგი ფოტო გადაიღო. ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, როდესაც CV-ს აკეთებ, ჩვენი ფუნქცია მოვალეობები და თუნდაც განათლება, ყველაფერი უნდა იყოს უახლესიდან უძველესისკენ შესაბამისი თანმიმდევრობით. და როდესაც გააგზავნი შენთვის სასურველ ვაკანსიაზე, გაითვალისწინე, კარგი იქნება, რომ ფუნქცია მოვალეობები მასთან შესაბამისობაში მოარგო. ანუ დააკორექტირო. ყოველი ვაკანსია თუ ითხოვს იმას, რომ შენი ფუნქცია მოვალეობების გარკვეული საკვანძო სიტყვები შეცვალო, არ უნდა დაიზარო, თუ მით უმეტეს ახლა იწყებ კარიერას. კიდევ ერთი მთავარი რამ. ეცადე რომ არ გააბუქო ის, რასაც აკეთებდი და არასდროს მოიტყუო CV-ში, რადგან თუ მით უმეტეს საქართველოს ბაზარზეა საუბარი. HR-ები ერთმანეთს იცნობენ, ერთმანეთში კითხულობენ რეკომენდაციებს, თავისი ჯგუფებიც კი აქვთ Facebook-ზე და ძალიან მარტივად შეიძლება პატარა უწყინარი ტყუილის გამო რეპუტაცია სამუდამოდ შეილახო. ახლა კი მოდი ვნახოთ, როგორ გავაკეთოთ CV მარტივად. ჩვენმა ქართველებმა გააკეთეს CV-ების გენერატორი, რომელსაც ATS check-up-იც კი აქვს იმისთვის, რომ როდესაც რეზიუმეს გააკეთებ, შეამოწმოს რამდენად მისაღებია ATS ალგორითმებისთვის. გაჩვენებთ პლატფორმას Jobable Devs, რომელიც ქმნის ATS მეგობრულ CV-ებს წუთებში. რეგისტრაცია ძალიან მარტივია, შევდივართ, ავტორიზაციას გავდივართ ჩვენივე სოцქსელებით და გადავდივართ რეზიუმეს შექმნაზე. ზოგადად გაითვალისწინეთ, აქ გვაქვს 5 კრედიტი დიზაინისთვის და 50-მდე კრედიტი პრომპტების სამუშაოდ, ანუ მითითებების მისაწერად AI chatbot-თან.
თუმცა ყოველ დღე რესეტდება ეს კრედიტები. ასევე შეგიძლიათ უკვე გამოქვეყნებული სხვების ნამუშევრები, რეზიუმები დაედითოთ, დააკოპიროთ, გადმოიტანოთ საკუთარ შაბლონად და იქ შეატანინოთ უკვე chatbot ცვლილებები. გაითვალისწინეთ, ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ CV-ში გექნებათ bio. ანუ მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ, სადაც ხაზ გაუსვამთ თქვენს მიღწევებს, თქვენს ცოდნას, თქვენს კომპეტენციას, იმას თუ რა მიზანი გაქვთ ზოგადად კორპორატიულ კარიერულ სამყაროში. მოკლედ ასე ვიღებთ ძალიან დახვეწილ, მარტივ CV-ს, რომელიც ნებისმიერ კომპანიაში გამოგადგებათ, მაგრამ თუ მაინც AI-სთან კომუნიკაცია, ან მის მიერ შემოთავაზებული დიზაინები არ მოგეწონათ, ან ზოგადად ვერ მიიღეთ თქვენთვის სასურველი შედეგი, პირდაპირ მზას შაბლონები შეგიძლიათ ნახოთ კანვაში და თუ პატარა სკილებს მაინც ფლობთ, უნარებს, ან ინგლისური საბაზისო დონეზე მაინც იცით, შეგიძლიათ ამ შაბლონის მიხედვით თქვენი CV ასევე ნულიდან შექმნათ სრულიად უფასოდ. კიდევ რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც სამსახურის დაწყებას ცდილობთ? პირველ რიგში შეუძლებელია გქონდეთ LinkedIn-ი. LinkedIn-ი ქმნის ერთგვარ პერსონალურ ბრენდს, networks ადამიანებისა, რომელსაც პირად ურთიერთობებზე მეტად სამსახურეობრივი ურთიერთობები აინტერესებთ. იმიტომ რომ Facebook-ზე, Instagram-ზე და სხვა სოციალურ ქსელში ნაცნობ მეგობრები ყავს ძირითადად და აქ არის გარემო, სადაც ადამიანები ცდილობენ, რომ სხვებს საკუთარი თავი გააცნონ პროფესიული კუთხით. თან შეგიძლიათ, რომ ვაკანსიებიც მოძებნოთ. ხშირად HR-ები სწორედ აქ ეძებენ ხოლმე მათთვის სასურველ კანდიდატებს და პირად შეტყობინებებშიც კი უგზავნიან ხოლმე ვაკანსიებს, რომ დაიბარონ გასაუბრებაზე. თან LinkedIn-ს აქვს საშუალება, რომ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ვაკანსიები პროფესიების, ლოკაციების მიხედვით, ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ დისტანციური სამსახურები, ჰიბრიდული სამსახურები, სრულიად full-time სამსახურები, მოკლედ არჩევანი თქვენზეა და შეგიძლიათ საერთოდ კომპანიების გვერდები მოძებნოთ და იქ მათ მიერ შემოთავაზებული ვაკანსიები ნახოთ. ეს არის სრულიად უფასო პლატფორმა, რაც ნებისმიერი რეგისტრირებულისთვის უამრავ შესაძლებლობას იძლევა. ასევე თუ არ იცოდეთ, LinkedIn-ს აქვს უფასო კურსები და შეგიძლიათ სწავლა-განათლებითაც დაკავდეთ აქ. თუ მუშაობ კრეატიულ ინდუსტრიაში, აუცილებელია შექმნა შენი პორტფოლიო. ან რეფერენსები მოძებნო ხოლმე. მოკლედ ამისთვის დაგეხმარება შემდეგი პლატფორმები, რომელიც არის მაგალითად Behance, Envato, Freepik, სადაც შეგიძლიათ საკუთარი ნამუშევრები ატვირთო და ვიღაცას თუ დაინტერესა შენი ესა თუ ის ფაილი, ამაში თანხის გადახდაც შეიძლება. გადმოწერის შემთხვევაში შეძლებ მონეტიზაციას, ასევე შეძლებ რომ შენი ბრენდი, შენი პორტფოლიო გაუზიარო ხოლმე პოტენციურ დამსაქმებელს, იქნება ეს ფრილანსერული სამუშაო თუ full-time სამსახური. მაგრამ დღეს კრეატორების უმრავლესობა, რომელიც უკვე პერსონალური ბრენდის შენებაზეა გადასული, ან უკვე აქვს მიღწეული გარკვეულ დონეს, გადავიდა საკუთარი ვებგვერდების შექმნაზე, სადაც აგროვებენ მათ ნამუშევრებს, წარმოაჩენენ სხვადასხვა ბრენდებს, იღებენ შეფასებებს და იყენებენ ძალიან აქტიურად სხვა კომპანიებთან შეთავაზებებისთვის. მოდი ვისაუბროთ ქართულ პლატფორმებზე დასაქმების, ხომ რა გვაქვს ბაზარზე. Jobs.gy, HR.gy, SSG, რომელმაც ბოლო განახლება გააკეთა და ნუ საინტერესოა, მაგრამ Jobs.gy-მდე მაინც ვერ მიდის, იმიტომ რომ ის ცნობადობა და ვიზიტორების რაოდენობა Jobs.gy-ს რაც ქონდა, მე მგონი რომ უყევი იქნება. A-Work-ი, რომელიც არის პლატფორმა, ასევე აპლიკაცია და სამსახურების შეთავაზებას აკეთებს ლოკაციების მიხედვით, მე მგონი ერთადერთია საერთოდ მსოფლიოში, ვისაც ესეთი ფუნქციონალი აქვს. აი რაც შეეხება უცხოურ ბაზარს, უცხოურ ბაზარზე არის ძალიან დიდი მრავალფეროვნება. ყველა მიცის, ხო, ეს Upwork-ი, Fiverr-ი, Freelancers.com-ი და ასე შემდეგ და დეველოპერებისთვის არის TopTal-ი. სადაც წერია, რომ top 3% დეველოპერების ვინც არის მსოფლიოში ჩვენ პლატფორმაზე არიანო, მაგრამ კონკურენცია რეალურად ძალიან დიდია. თუ ეძებ დისტანციურ სამუშაოს, ან ფრილანსერულ სამუშაოს და პროექტს, ქართულ ბაზარზე ამის ალბათობა არის ძალიან ცოტა. მაგრამ რა შეგიძლია გააკეთო შენ? დაუკავშირდე, რომ მიიღო გამოცდილება, შესთავაზო რაღაც გარკვეული პროექტის გაკეთება უფასოდ, ან სთხოვე სტაჟირების შესაძლებლობა, გაუგზავნო შენი სამოტივაციო წერილი და როგორც გითხარი, ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს დამსაქმებლების კეთილგანწყობაზე. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ჩათვალოთ, რომ არ კითხულობენ, მაგრამ დამიჯერეთ ბევრი ამას კითხულობს და ძალიანაც აფასებს.
იგივე სტრატეგია მოქმედებს პრინციპში უცხოურ ვებგვერდებზეც, როდესაც რეგისტრირდებით, იმიტომ რომ პირველად მაღალ ფასში ან ნამუშევარს ისე როგორც გამოცდილი უკვე კრეატორისას ან პროფესიონალისას ვერ დაადებ. ხომ ბუნებრივია, გიწევს რომ დათმობებზე წახვიდე, ვიღაც თუ $15 დაკეთებს გარკვეულ პოსტერს, არ ვიცი, შეიძლება გააკეთო $5 და ეს ძალიან მისაღები სტრატეგიაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაზარს აფუჭებს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ დამწყები და შენ გჭირდება ახლა პორტფოლიოს გამდიდრება, ნამუშევრების დაგროვება, იმიტომ რომ შეიძინო რეკომენდატორები. შენი რეკომენდატორი არის შენი ნეტვორკინგის ყველაზე კარგი საშუალება. რეკომენდატორები საბოლოო ჯამში სხვა ადამიანებთან ყოველგვარი სარეკლამო დანახარჯების გარეშე გაძლევენ შენი პერსონალური ბრენდის ჩამოსაყალიბებლად უმნიშვნელოვანეს ცნობადობას. ასე გიკავშირდებიან ნელ-ნელა სხვა დამსაქმებლებით და ერთ დროს, როდესაც შენ თანახმა იყავი პირობითად მინიმალურ ანაზღაურებაზე, საბოლოო ჯამში შენი გამოცდილების დონე იწევს. შენი ანაზღაურებაც იწევს, რა თქმა უნდა, და შენი პორტფოლიოც მდიდრდება. არ მოგვერიდოს დამსაქმებლებთან პირიქით შეხმიანება და სამსახურის თხოვნა, ან ხანდახან შეიძლება არც თხოვო, უბრალოდ პირდაპირ ადგე და გააკეთო გარკვეული პროექტი, ნამუშევარი, დიზაინი, სარეკლამო კამპანია მოიფიქრო, პრეზენტაცია გააკეთო და პირდაპირ გამზადებული გაუგზავნო. და პატარა ნაბიჯებით იწყება დიდი გზა. შენი ბრენდი შენ თვითონ ხარ. You are your own brand, ასე ამბობენ ხოლმე და ფიქრობ ეს სამოტივაციოდ ძალიან კარგი ფრაზაა. ამიტომ იყავი ყოველთვის ინიციატორი, როგორც წეგან ვახსენეთ, ნუ ელოდები საშენო ვაკანსიას, ამისთვის აუცილებელი არ არის, რომ ვიღაცამ გამოაქვეყნოს, რომ ეძებს კონკრეტულად შენაირ ადამიანს. სამოტივაციო წერილი. როგორ დავწეროთ ხომ? ყველა სვამს ამ შეკითხვას. მე ხშირად ვიყენებ ხოლმე AI-საც, რა თქმა უნდა, მაგრამ იმისთვის, რომ მეტი პერსონალიზაცია შევიტანოთ, გირჩევთ, რომ დააგენერირებინოთ თქვენი სურვილების მიხედვით, შემდეგ აუცილებლად დაედითოთ, ანუ ჩაასწოროთ, იმიტომ რომ პირდაპირ გადმოკოპირებულს ყოველთვის ეტყობა ხოლმე, რომ რაღაცა დააკელით. და შესაბამისად, როდესაც დააკორექტირებთ ან საერთოდ შექმნაზე დაიწყებთ მუშაობას, გაითვალისწინეთ, რომ კომპანიას ყოველთვის უნდა რომ წაიკითხოს თქვენ სამოტივაციო წერილში ის, თუ რატომ გადაწყვიტა მასთან მუშაობა, რატომ მოგინდა. სულ რომ 100-თან გზავნიდე სამოტივაციო წერილს, დიახ, 100-ს შემთხვევაში უნდა მოიფიქრო ის უნიკალური მიზანი, თუ რატომ გადაწყვიტე ამ კომპანიაში სამოტივაციო წერილის გაგზავნა. რა ღირებულებას მოუტან მათ და რა მოტივაციას, რა ღირებულებას მოგცემენ ისინი შენი კარიერის გზაზე. ასე ზრდი შენ პორტფოლიოს და კარიერის კიბეზე იქნება ეს ფრილანსერული სამსახური თუ full-time სამსახური ნელ-ნელა ადიხარ, რა დროსაც შენი ღირებულება ავტომატურად იზრდება. საქართველოში ძალიან ბევრი მეუბნება ხოლმე, რომ იქ ვიღაც მოაწყეს, აქ ნეპოტიზმია, ის ამიტომ მოხდა, რომ ვიღაცა ყავს სისტემაში. რეალურად ყველაფერი ასე ნამდვილად არ მუშაობს. ადამიანებს, ვისაც აქვთ გარკვეული მიზნები და უნდათ რომ მიაღწიონ წარმატებას, მას აუცილებლად აღწევენ. უბრალოდ ყველაფერს სჭირდება ეტაპობრივი სტრატეგიული დაგეგმვა. და შენი კარიერა, შენი წარმატება, შენი პროფესიული განვითარება სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. პერსონალური ბრენდის შენების, რომლის პირველადი საფუძველი არის კარგი CV, მეორე ეს არის, რომ არასდროს შეგეშინდეს არას მოსმენა, იმიტომ რომ არას ძალიან ბევრჯერ მოისმენ შენი კარიერის განმავლობაში და ყოველთვის იცოდე, სადაც ერთი კარი დაიხურება, მეორე გაიღება. დაისახეთ დიდი მიზნები, დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით და იყავით ყოველთვის შრომის მოყვარეები, მიზანდასახულები, არატოქსიკურები, ორიენტირებული იმაზე, რომ შექმნათ ჯანსაღი გარემო და მიიღოთ ჯანსაღი გარემო. და თუ არ იღებთ ამ ჯანსაღ გარემოს, სამყარო ძალიან დიდია, ძალიან ბევრი კომპანია და ძალიან ბევრი სამსახურია. მთავარია შენ განვითარდე როგორც პროფესიონალი და შემდეგ ყველა კარი გაიღება. მოიწონე ვიდეო და გამოგვიწერე. ერთად შევქმნათ უკეთესი სამუშაო გარემო ფრილანსერებისთვის.